იმდენი მარგალიტები არის მოკლედ ამ დღეების განმავლობაში, აი არც მეყო ერთი ფურცელი რა, ისეთ რაღაცებს ვაწყდები ხოლმე რა და დღეს შეგნებულად მოვიყვანე უმაგრესი გოგო ლიზა გეგეჭკორი, იცით თქვენ ყველა ჟურნალისტი, რომელიც პრინციპში თავისი ბრძოლის ნიჭით, უნარიანობით, შემართებით ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია დღეს თბილისში, საქართველოში და საერთოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ ესეთ მებრძოლ ადამიანებს და მინდოდა რომ ლიზა მომეყვანა დღეს და რაღაცნაირად ის კი არა რომ რაღაც ეხა მე დამეწყო და უშუალოდ მარტო განმეხილა და უშუალოდ ეს ყველაფერი მინდა რომ ლიზასთან ერთად განვიხილოთ რამდენად გამოგვივა ეს სიტუაცია არ ვიცი მაგრამ იმდენი მარგალიტებია მოკლედ რა რომ მე ხო ჩემი მომზადებული გქონდა ლიზა თავისი მარგალიტებით მოვიდა მოკლედ და რავი შევეცდებით რომ თქვენ ცოტა გაგამხიარულოთ ესე ვთქვათ რა რაც მხიარულებას შეეხება და ისე სერიოზული თემებიც ბევრი გვაქვს რა კარგით, მოკლედ რითი მინდა დავიწყო რა, ერთი 26 მაისზე შევხვდა ერთი პოსტი, ხო ესენი ხო გეგმავენ ახლა კიდე რა, მე რამდენი წრეზე მიდიან, კაცმა არ იცის, მაგრამ ნუ მაინც მიდიან, არიშლიან თავისას და ამ დანარჩენებსაც, ამ ბატებსაც მიათრევენ რა, უნდათ რომ მე საბოლოო ჯამში ამ ბატებით გაიწმინდონ და გადააგდონ ესენი, მაგრამ ნუ აი ბატები თუ მიხვდებიან, კარგია ამას რა. მოკლედ აი ესეთი პოსტი შემხვდა მინდა თქვენს გაგიზიაროთ რა, ვისაც ნიკა გვარამიას ახლოდან ნახვა გინდათ, გამოდით 26 მაის აქციაზე. შეგიძლიათ გვარამიასთან ახლოს მიხვიდეთ, გაეთამაშოთ, თავზე მოეფეროთ, სიმინდი დაუყაროთ და აჭამოთ. სუპერ შესაძლებლობები, შეუძლია გაუჩერებლივ კრიახი. ასე აქციაზე თქვენ დაგვხვდებათ ილუზიონისტი გიორგი ვაშაძე, რომელიც სპეცრაზმის მოსვლის დროს კრება, მისი ახლოდან დანახვაც ფასიანია. სუპერ შესაძლებლობები მიკროფონის პირთან მიტანის დროს ალოს გეტყვით. ამაზე ზედად გაიცინებს და გაგახალისებთ. ასევე აქციაზე იქნება ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არც ზურა, არც გირჩია, არც ჯაფარიძე არის. რაღაცა გაურკვეველი არსებაა, რომელიც რუსებს ტრაკიტებს ისოს. აი, და თან ყოველ 5 წუთში ერთხელ რო ყვირია რომ აი 26 მაისიდან გადამწყვეტით რომ აი მერამდენი წვიტავენ მოკლედ ამას და ლიზა დიდი მადლობა მოკლედ რო ხარ ჩემი სტუმარი ხო და რა ვიცი რაღაცნაირად შევეცადოთ რომ იქნებ ერთად წავიყვანოთ დღევანდელი გადაცემა რა რაღაც აქვე პატარას დავამატებ 26 მაისთან დაკავშირებით ანუ ძალიან ხალისობ და ეს ბოლო პერიოდია ძალიან შეიძლება ვფიქრობ რომ ესე რომ დადიან ამ ყოველდღიურ აქციებს ამ შაბათის მარშებს რო აკეთებენ რომ დიდი სიამაყით რო წერენ რომ აი 553 დღე და ანუ ეს 553 ჩაფლავებული დღე ანუ 545 ჯერ უკვე ლუზერი რო ხარ აი ეს ამბავია და ხა ეს პერიოდულად გვიგდებენ 26 მაისზე ცოტა ერთი 500 კაცით მეტი რო ბილეთებს რო არიგებენ ეგ ამბავია აი ზაღარია ხო ეგ ამბავი რო აი ესეთ დიდ აქციებზე ალბათ ფოტოს გადაიღებენ მე ერთად ის ცალკე საფასური არის ფოტო ვაშაძეს და